დღევანდელ ლექციაზე აგიხსნით ლოგიკის ცენტრალურ ცნებებსა და საკითხებს, რომელიც ჰალვორსონის მეშვიდე და მერვე თავებში გვხვდება, მაგრამ მათი მნიშვნელობა და გამოყენება ესე წაკითხვით ცხადი არ არის. ხოლმე, როდესაც ამ თავებზე მუშაობ, ასე რომ ამ ლექციის მიზანი იქნება, რომ მოგცეთ უფრო ზოგადი, ფართო, სინოპტიკური ხედვა ამ საკითხების მნიშვნელობისა და გამოყენების შესახებ, რაც დაგეხმარებათ ლოგიკის უფრო მოწინავე საკითხები გაიგოთ და ისწავლოთ, როგორც არის გოდელის არასრულობის თეორემები და მნიშვნელოვანი მეტაშედეგები ლოგიკაში. ასე რომ ჩვენი მიზანი იქნება ამ ტექნიკური დეტალების მიღმა დიდი სურათი დაინახოთ და ამ საკითხებს და მათ შორის სავარჯიშოების როლი და მნიშვნელობა დაინახოთ, როდესაც ჰალვორსონის წიგნზე ჰალვორსონის წიგნთან მუშაობთ. ხო, ჰალვორსონის წიგნი იქნება კონტექსტი ამ ლექციისა, თუმცა ძირითად საკითხებს, რომელსაც განვიხილავთ, ამ კონტექსტის გარეთაც იქნება სასარგებლო. კარგით, ეხლა დავიწყებ, დაგიშერებთ და დავიწყებ ამ საკითხების განხილვას. კარგით, ჯერ მინდა დავიწყო თეორიის ცნებით, რომელიც მეშვიდე თავში ახსნა ჰალვორსონმა. ლოგიკაში და მათემატიკაში თეორიას განსაზღვრავს შემდეგნაირად. თეორია შედგება აქსიომებისგან, ასევე გამომდინარეობის სისტემისგან, დედუქციური სისტემისგან, რომელიც გვეუბნება რა არისგან გამომდინარეობს. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც არითმეტიკის თეორია ახსნა ჰალვორსონმა, ეს იყო კლასიკური ლოგიკის გამომდინარეობები და ინდუქციური სქემა, რომელიც დავამატეთ ჩვენ გამომდინარეობის სისტემას. ასე რომ თეორია შედგება ამისგან, აქსიომებისგან და გამომდინარეობის სისტემისგან და ყველაფრისგან, რაც აქსიომებისგან დედუქციურად გამომდინარეობს. იმისთვის, რომ გავარკვიოთ აქსიომებისგან დედუქციურად რა გამომდინარეობს, ამისთვის გვჭირდება ჩვენი გამომდინარეობის სისტემა. ასე რომ, უფრო მოკლედ, თეორია არის დედუქციურად ჩაკეტილი დებულებათა სიმრავლე, სადაც ზოგიერთი დებულება არის აქსიომა, ხოლო ამ სიმრავლის სხვა წევრები არიან თეორემები. დედუქციურად ჩაკეტილი ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც გამომდინარეობს აქსიომებისგან, შედგება ამ სიმრავლეში რა. ეს არის თეორიის დეფინიცია. სხვაგან შეიძლება თეორია განსაზღვროთ აქსიომების და დედუქციური სისტემის კონტექსტში მხოლოდ, ზოგან შეხვდებათ ესეთი განსაზღვრება, რომ თეორია არის დედუქციურად ჩაკეტილი დებულებათა სიმრავლე და იცოდეთ, რომ ერთი და იგივე აზრი არის აქ გამოთქმული. ეს არის რასაც ლოგიკაში თეორიას ვეძახით. რამდენიმე თეორია ახსნა მეშვიდე თავში ჰალვორსონმა, მაგალითად 7-15-ის სავარჯიშოში გვაქვს თეორია, რომელიც სამი აქსიომისგან შედგება. თვითონ როგორც ხნის, ეს არის ავტოსეტების თეორია, ამის ინტერპრეტაციაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამი აქსიომა გვაქვს აქ, ასოციაციურობის აქსიომა, სადაც გვაქვს ეს ბინარული მიმართება, რომელიც წრეთი არის აღნიშნული, ხო? რომელიც ორ რაღაცას აკავშირებს ერთმანეთთან და რაღაცა პასუხს აბრუნებს, როგორც აქ არის. და ეს სამი აქსიომა გვაქვს და ყველაფერი რაც აქედან შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჩვენ დედუქციური სისტემით, ამ შემთხვევაში გვაქვს მხოლოდ პრედიკატული ლოგიკის გამომდინარეობები, ხო? რაც ცხადია პროპოზიციულ გამომდინარეობებსაც შეიცავს, როგორც აპირობითი დამტკიცება და modus ponens და ასე შემდეგ. და რაც შეიძლება გამოვიყვანოთ აქედან, იქნება ამ თეორიის თეორემები. პიანოს არითმეტიკის თეორიაში გვაქვს პიანოს აქსიომები და დედუქციური სისტემა არის ინდუქციური სქემა პლუს დამატებული ჩვენი პრედიკატული ლოგიკის გამომდინარეობის წესები. ეს განსაზღვრავს პიანოს არითმეტიკის თეორიას. საინტერესოა, რომ თეორია
ეს ორივე თეორია უსასრულო იქნება იმაზრით, რომ უსასრულოდ ბევრი წინადადებებს შეიცავს ეს სიმრავლე. ანუ ისი გამოყვანა საქინა შეგვიძლია, მაგრამ სასრული რაოდენობის აქსიომები აქვს, როგორც პიანოს არითმეტიკის თეორიას, ისე ამ ავტოსეტების თეორიას. ამ ესაა თეორიის განსაზღვრება. ესეთი ცხად განსაზღვრებას ჰალვორსონი არ იძლევა, მაგრამ თეორიის ცნება არის ეს რაც აგიხსენთ. კარგით, ეხლა მოდელის ცნებაზე გადავალ, ეს უკვე მერვე თავის საკითხებია და მეშვიდე თავს დაუკავშირებ და რამდენიმე სავარჯიშოს შევხვდებით კიდევაც. რა არის მოდელი? და ესე იგი, აა, სანამ მოდელის ცნებას ახსნით, ჯერ უნდა გვესმოდეს რა არის, ჯერ უნდა განსაზღვროთ თეორია რა ენაში არის ფორმულირებული, ანუ თეორიის ლექსიკონი. ეს არის აღნიშნული სიგმათი ჰალვორსონთან და ეს არის ამას ეძახის სიგნატურას. შეგვიძლია სიგნატურა ვიხმაროთ, შეგვიძლია ვიხმაროთ ლექსიკონი. ესე იგი, სიგნატურა როგორც განსაზღვრებაში ხედავთ, არის ფორმალური ენის ლექსიკონი. აა აი მაგალითად, თუ გვაქვს პროპოზიციული თეორია, რომელიც მხოლოდ პროპოზიციულ სიმბოლოებს შეიცავს, სიგნატურა არის რა ატომური წინადადებები გვაქვს, ხო, რა პროპოზიციული ცვლადები გვაქვს. სიგნატურა სასრული იქნება პროპოზიციული ენის შემთხვევაში, ვიტყვით, რომ რაღაც რამდენიმე ჩვენ თავირჩევთ, რამდენი წინადადებისგან გვინდა შედგებოდეს ჩვენი ლექსიკონი. ხოლო პრედიკატულ ლოგიკაში სიგნატურა უფრო მრავალფენოვანია, ეს შედგება სახელებისგან, A, B, C, ასე შემდეგ, ფუნქციის სიმბოლოებიდან, მაგალითად მიმატება, გამრავლება, ან რამე სხვა ფუნქცია, რომელსაც განსაზღვრავთ, როგორც წრე იყო იქ და სიმბოლოები, მიმართების სიმბოლოები, ხო? ან ერთადგილიანი მიმართებები, ან ორადგილიანი და ასე შემდეგ. მაგალითად, პიანო არითმეტიკის სიგნატურა არის რიცხვების აღნიშნული სიმბოლოები, ნულიანი და ერთიანისთვის გვაქვს მხოლოდ და გვაქვს ორი ფუნქცია, მიმატება და გამრავლება. ესე იგი, პიანოს არითმეტიკის სიგნატურა არის ეს სიმრავლე. სხვა რიცხვებს რაც შეეხება, ხო, ესენი განსაზღვრული არის უკვე თეორიაში ნულიანზე და ერთიანზე ნულიანის და ერთიანის ტერმინებში მიმატების ფუნქციის დახმარებით. კაი, ეს არის სიგნატურა, რომელიც ამ სამი რაღაცისგან შედგება, ესეც ჰალვორსონს ახსნილი აქვს. ეხლა რა არის ინტერპრეტაცია? სიგნატურის ინტერპრეტაცია შედგება 4 ელემენტისგან. ერთი არის ჭობის არეალი, ესა სიმრავლე m-ი, ანუ ის რაღაცები, რაზეც სულ საუბარი ჩვენს თეორიაში, ან პიანო არითმეტიკაში ეს იქნება ნატურალური რიცხვები ნულის ჩათვლით, ხო? ესე იგი, m-ი შედგება ნულიდან ყველა რიცხვამდე, რომელიც ერთის მიმატების ოპერაციით შეგვიძლია მივიღოთ. ხოლო სახელების ინტერპრეტაცია გვჭირდება, სადაც ნებისმიერი სახელი შეესაბამება კონკრეტულ ელემენტს m-დან. არ არის აუცილებელი, რომ იმდენი სახელი გქონდეს, რამდენი ელემენტიც არის m-ში. მთავარია, რომ სახელი რო გვაქვს, რაღაცას არაურად რომ უნდა შეესაბამება ეს სახელი. ასე უნდა განსაზღვროთ თვისებების რასაგნების შეესაბამება, ამას ქვია თვისების ექსტენსია. მაგალითად, f-ი თუ არის ერთადგილიანი თვისება, ეს იქნება m-ის ქვესიმრავლე. ამას კონკრეტული მაგალითით ავხსნი და იგივეა ფუნქციაზეც, ფუნქციასაც გარკვეული სიმრავლით ინტერპრეტაცია უნდა გავაკეთოთ. აი მაგალითი რო განვიხილოთ, დავუშვათ 3 საგანი შედის მარტო ჭობის არეალში. 1, 2 და 3. ო რიცხვებს რო ვიყენებთ, აქ ჭობის არეალის ელემენტებისთვის არ ნიშნავს, რომ რიცხვებზე საუბრობთ, უბრალოდ იმისთვის, რომ სახელები და საგნები ერთმანეთისგან გავანსხვაოთ.
ამიტომ არა რიცხვები საგნების აღსანიშნავად აქ. ამ, და გვაქვს ორი ერთადგილიანი თვისება. ერთი არის ერი და მეორე არის ბი, ხო? ინტუიტიურად ამაზე შეგვიძლია თიფიქროთ, რომ ერი არის ყვავები, ravens, ერთიანი და სამიანი არის ყვავი. და რაც შეეხება შეგვიძლია ასევე განვსაზღვროთ მეორე თვისება, ეს არის შავი, black და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საგნები ორიანი და სამიანი აკმაყოფილებს ამას, ხო? აა ეხა ასევე შეგვიძლია განსხვავოთ სამი სახელი ABC და ვთქვათ, რომ რიგითობის მიხედვით შეესაბამება ამას რა, ერთიანს, ორიანს და სამიანს, თუმცა შეგვეძლო სხვანაირად აღვენიშნა. ამ თუ სახელები მიმდევრობის მიხედვით შეესაბამება საგნებს, მაშინ RA არის ჭეშმარიტი, რატო? იმიტომ რომ ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, ხო, A შეესაბამება 1-ს და ყვავების სიმრავლეში მართლა შედის ერთიანი. ესე იგი, AM-ი არის წევრი RM-ისა. ხო? ამ ამას ამას აქ ჩავწერ მოკლედ. ესე იგი, AM-ი ხო, ესე იგი, ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ერთიანი არის ამ ელემენტი 1 არის წევრი სიმრავლისა ერი, ესაა ერთიანი და სამიანი. ანუ, როდესაც საგანს, რა საგანსაც შეესაბამება სახელი არის წევრი იმ სიმრავლისა, რომელიც ყველა ყვავისგან შედგება. ამ ჰალვერსონი განსაზღვრავს ასევე ცვლადების შემცველი ფორმულების ექსტენსიას. მერვე თავსო წაიკითხავთ, ნახავთ განსხვავებას ფორმულასა და წინადადებას შორის. ანუ ყველა ფორმულა არა წინადადება. ფორმულა შეიძლება შეიცავდეს ისეთ ცვლადს, რომელიც კვანტური დაბმული არ არის. მაგალითად fx-ი, რომელსაც ხედავთ აქ, ამას შეგვიძლია ინტერპრეტაცია ამასაც მივანიჭოთ. ამის ინტერპრეტაცია იქნება ყველა ისეთი x-ის სიმრავლე, როგორც ჰალვერსონი ხსნის, რომელიც აკმაყოფილებს თვისება f. f-ს მაგალითად, რო დაუბრუნდეთ ჩვენი ყვავების მაგალითს, თუ ეს არის ჩვენი მოდელი და მხოლოდ ერთი ყვავი ყავს და ორი საგანი არის შავი, მაშინ RX-ი იქნება ამის ინტერპრეტაცია იქნება სიმრავლე, რომელიც სამისგან შედგება, ხოლო ამის ინტერპრეტაცია BX-ის იქნება S. ხო, ეს საკმაოდ ადვილია. ეხა ეს იმიტომ გჭირდება, რომ ცარიელი ცვლადის შემცველი ფორმულებსაც გქონდეს ინტერპრეტაცია, რომ განვსაზღვროთ, როდესაც უნივერსალური და ექსტენსიური კვანტიფიკაცია გვაქვს, როდის არის ჭეშმარიტი ეს წინადადება. და ჰალვერსონი იძახს ეგეთ რაღაცას, რომ RX-ი მაგალითად ყველა x-ისთვის RX-ი ეს წინადადება ჭეშმარიტია თუ RX-ის ესა წინადადება. თუ RX-ის ექსტენსია არის თლიანი ჭობის არეალი. ან ხვდებით ხო ეს რატო უნდა იყოს? თუ ყველა x-ი აკმაყოფილებს ერთ თვისებას, ესე იგი m იქნება მისი ექსტენსია და შესაბამისად ეს იქნება ჭეშმარიტი. აი აქ ხსნის ამას, ესე იგი ყველა x-ისთვის fx-ი phi-x-ი, რაც ნიშნავს, რომ phi-x-ი არის რაღაცა ფორმულა, რომელიც რომელიც დაუმელცვლად შეიცავს x, ესაა ჭეშმარიტი, თუ ყველა x-ი აკმაყოფილებს ყველა საგანი ჭეშმარიტ წინადადებას გვაძლევს. ხო, ესე იგი მთლიანი
თლიანი ჭობის არეალი არის ამისი ინტერპრეტაცია. ანალოგიურად, როდესაც ეგზისტენციური კვანტორი გვაქვს წინ, მაშინ ცარიელი სიმრავლე თუ არ არის ექსტენსია ამ ფორმულის, ხო, მაშინ არის ჭეშმარიტი. ეს ყველაფერი არის ყვავი მცდარი გამოდის, ყველა x-ზე არა სწორი რომ rx-ი, ასევე აქ ამ შემთხვევაში მცდარი გამოვა რომ ყველაფერი არის b, მაგრამ ჭეშმარიტი გამოვა რომ არსებობს x-ი, fx-ი, იმიტომ რომ fx-ის ექსტენსია არ არის ცარიელი. არ არის ცარიელი სიმრავლე. ამიტომ არის ეს. და ასევე, როდესაც გვაქვს უფრო კომპლექსური აა, ფორმულები, მაგალითად, როგორიც არის rx-ი, მაშინ bx-ი, ამასაც აქვს ექსტენსია, იმიტომ რომ ერთი ცარიელი ცვლადისგან შედგება. ხო? და ჰალვორსონი ამასაც ხსნის, ამისი ექსტენსია როგორ უნდა განსაზღვროთ. ეს იქნება ანუ ის არის ხო ისე მუშაობს, რომ ეს იგივეა, რაც არა მართალი, რომ rx-ი ან bx-ი. ხო, ეს მატერიალური პირობითის მიხედვით და შემდეგ არა მართალი, რომ rx-ის ექსტენსია იქნება, ესე იგი m-ის ყველა ის ელემენტი, რომელიც არ არის r. m-ის ყველა ელემენტი, რომელიც არა ყვავი, არის ორიანი და სამიანი. ხო? ორიანი და სამიანია და ეს უნდა შევაერთო, ეს არის დისფუნქცია, ესა შეერთება და შევაერთო b-სთან, ესე იგი ერთიანთან და სამიანთან. და ეს მოგცემს მთლიანს, იმიტომ რომ აქ 2-3 შედის, აქ 1 შედის, ესე იგი 1-2-3 იქნება. შესაბამისად, უნივერსალური კვანტიფიკაციის შემცველი წინადადება rx-ი, მაშინ bx-ი იქნება ჭეშმარიტი. ეს წინადადება იქნება ჭეშმარიტი. ამისი ინტერპრეტაცია არის ერთიანი, იმაზე რომ ჭეშმარიტია. ხო, ანუ თუ ანუ აქაც ხედავთ, ხო, ერთი ყვავია და ისე ჩავია, ესე იგი ყველა ყვავი არის შავი. აა ხო, ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰალვორსონთან ინტერპრეტაცია, ინტერპრეტაციის დროს სიმრავლეებს ვანიჭებთ, სიმრავლეებს ვანიჭებთ მიმართებებს, მაგრამ ასევე სიმრავლე შეიძლება მივანიჭოთ ისეთ ფორმულას, რომელსაც ერთი თავისუფალი ცვლადია. ეს არის ინტერპრეტაციის ცნება ძალიან მოკლედ და მე დეტალებს თავად წაიგითხავთ. ორზითხარ ჩვენ მიზანია უფრო დიდი სურათის დანახვა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ესე იგი, სიგნატურა რო გვაქვს, მე სიგნატურის ინტერპრეტაციას ვაკეთებთ ესე როგორც აგიხსენით. ეხა მოდი გავსაზღვროთ რა არის თეორიის მოდელი. აა როგორც ჰალვორსონი ხსნის, თუ არის რაღაცა თეორია, მაშინ რაღაცა ინტერპრეტაცია m-ი არის t-ს მოდელი, მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ t-ს ყველა აქსიომა ჭეშმარიტია m-ში. ჭეშმარიტებას დავადგენთ სემანტიკურად ისე, როგორც აგიხსენით ინტერპრეტაციის ცნების გამოყენებით. მაგალითად, ავტოსეტების თეორიას, რომელსაც ჰალვორსონი მოკლედ ხსნის 7-15-ში, აქვს 3 აქსიომა, როგორც აქ არის მოცემული. და ამისი ერთ-ერთი მოდელი არის ეს, რომელსაც მერვე თავში ხსნის. ეს მოდელი, ამ მოდელის სიგნატურა შეიცავს მხოლოდ ორ სახელს და გვაქვს ერთი მიმართება, ესე იგი ამათი ინტერპრეტაცია გვჭირდება. ესე იგი 0-1-იანი გვექნება და ამის ბინარული ფუნქციის ინტერპრეტაცია და ეს უნდა წავკითხოთ ესე, ანუ ეს ცხრილი, ეს ნიშნავს, რომ 0-0 რო წერია, იქ გვაქვს 0. 0-1, 1, ასე რომ, ხო, ეს არის ამ
ამის გამოყენება ამაზე და ამაზე გვაძლევს 1-ს. და ადვილად შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომ ეს გვაძლევს ეს ინტერპრეტაცია არის მოდელი ჩვენი თეორია T-ი, სადაც ამას დავარქვათ T. B რახან ქვია? ხო, შეიძლება B-ც დავარქვათ, მაგრამ T-ის ეძახის ჰალვორსონი, როგორც ხედავთ, ასე რომ ამას დავარქვათ. ასე რომ ეს იქნება მოდელი, იმიტომ რომ ამ ინტერპრეტაციაში სამი აქსიომა არის ჭეშმარიტი. აი მაგალითად რო ავიღოთ ასოციაციურობა, ნახეთ, თქვათ Y და Y და Z იყოს ერთიანი და ნულიანი. ერთიანი და ნულიანი გვაძლევს ერთიანს, ხო? და X იყოს ნულიანი. ესე იგი, ნულიანი და ერთიანი ამ შემთხვევაში გვაძლევს 1-ს. ხო? ასე რომ სულ ერთია ჯერ X და Y-ს X და Y-ისგან გავიგებთ რა ხდება და მე რაც იქნება იმას დაუკავშირებთ Z-ს თუ X დაუკავშირებთ Y-ს და Z-ს. აქ როგორც ნახავთ, ერთი და იგივე პასუხს მივიღებთ. აი მაგალითად X, Y, Z ვავიღოთ, შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა. ეს იყოს X-ი, ნულიანი, და Y და Z იყოს ეს. ხო? ესე იგი, ნახეთ, 1 და 1 გვაძლევს 0-ს, ხო? და 0 და 1 გვაძლევს 1-ს. ესე იგი, აგვექნება 1 და იგივე იქნება, რომ 0 და 1 აგვეყო ჯერ, რომელიც 1 გვაძლევს და მე აგვეყო 1 და 1, რომელიც 0-ს გვაძლევს, ხო? 1 და იგივე პასუხს მივიღებთ. ეს არის, როდესაც 0-იან და 1-იანზე ვიღებთ 1-იანს, ხო? 0-იანზე და 1-იანზე ვიღებთ 1-იანს. მაგრამ შეგვეძლო გავგეკეთებინა, რომ ჯერ გვექნა 1 და 1, როგორც აქ არის, რომელიც მოგცემდა 0-ს, ხო? და მე გვექნა შემდეგი ოპერაცია. ეს არის ასოციაციურობის საკითხი და აქ ადვილად ხედავთ, რომ ამ მოდელში ასოციაციურობა გვაქვს. იგივეა შემდეგი აქსიომა, ესე იგი ეს იდახს, რომ ნებისმიერი X-ისთვის და ნებისმიერი Z-ისთვის არსებობს რაღაცა უნიკალური Y და X-დან ეს ოპერაცია რო გააკეთო Y-ზე მიიღებ Z-ს. ხო, აი რას ნიშნავს ეს, ხო? მაგალითად, აქედან ერთ-ერთი რო ავარჩიოთ, თქვათ ნულიანი, ნულიანიდან მოხდები ნებისმიერზე, ნულიანზეც და ერთიანზეც რაღაცა Y-ზე რო გააკეთო ოპერაცია. მაგალითად, არის ნულიანი და ერთიანი, ხო? ბოდიში ნულიანიდან მინდა მოხდე, რომ ნულიანიდან მინდა მოხდე ერთიანზე. მაშინ არის რაღაცა უნიკალური, რომლის გამოყენებაც შემილია, ამ შემთხვევაში არის 1. ხო? მარტო ეს მომცემს. იგივეა ერთიანიდან რომ მინდა მოხდე ნულიანზე, მაშინ ერთიანი უნდა გამოვიყენო აქ. ასე რომ ეს იქნება თეორიის მოდელი. ხო, ამისი ინტერპრეტაცია კიდე ნიშნულობა რომ მიანიჭოთ ამას, შეგიძლიათ გაიგოთ მოდულარული, რასაც მოდულარული არითმეტიკა ქვია ამის ტერმინებში. ანუ ეს რეალურად რას გეუბნებათ, იცი? რომ შეკრიბეთ ორი რიცხვი და გაარკვიეთ მათი ნაშთი, ანუ ის რიცხვს, რასაც მიიღებთ, 2-ზე რო გაყოთ, რა ნაშთი ექნება. ანუ ეს იქნება მაგალითად ესეთი რაღაცა რო აიღოთ რა, 1 + 1 მოდ 2. ეს ნიშნავს, რომ 1 + 1 რო 2-ზე გაყოთ, რა ნაშთს მიიღებთ? ნაშთს მიიღებთ 0-ს. ესე იგი 1 რო გვექნებათ, აქ იქნება 0. აი მაგალითად 0-ს რომ მიუმატოთ 1-ს, ხო? მიიღებთ 1-ს. და შემდეგ უნდა გაარკვიოთ 1 რო 2-ზე გაყოთ, რა ნაშთი ექნება, ხო? ანუ ეს იქნება 1 მოდ 2. 2 1-ში 0-ჯერ მოთავსდება, შესაბამისად ნაშთი იქნება 1 და ესეც გვაქვს, ხო? როდესაც გვაქვს
0 1 ნაშთი გვექნება 1, იმიტომ რომ 1 მოდ 2 არის 1. ესე იგი, ანუ შეგიძლიათ ესე გაიგოთ ეს ოპერაცია, რომ კრებთ და მე ნაშთს იღებთ და მაგას წერთ. რახან მოდ 2 გვაქვს ნაშთი მაქსიმუმ, ანუ ნაშთი შეიძლება იყოს 0-იანი და 1-იანი. 2 ნაშთი ვერ იქნება, იმიტომ რომ 2 ნაშთი, ანუ უნაშთოდ იყოს. ესე იგი, პასუხი შეიძლება 0-იანი და 1-იანი ამოვიღოთ. მაგრამ საინტერესო რაც არის, საინტერესო აქ არის შემდეგი, რომ სხვა ინტერპრეტაციად შეიძლება მივცეთ, სხვა მოდელით შეიძლება შევურჩიოთ სხვა მოდელით შეიძლება შევურჩიოთ ამ თეორიას. აი მაგალითად მოდელი, სადაც ჭობის არეალი არის 3 საგანი. ამას ხსნის უკვე 8-4-ში. აა, ეს შეგიძლიათ გაიგოთ უკვე მოდ 3-ის ტერმინებში, როდესაც 3-ზე ვყოფთ და ნაშთს ვიღებთ. რახან ნაშთი შეიძლება იყოს 0, 1, ან 2. ო, აქ უკვე ესეთი პასუხები შეიძლება დაგვრჩეს. და ესეც დააკმაყოფილებს ჩემს სამივე აქსიომას. ანუ ესეც არის მოდელი, ორი განსხვავებული მოდელი. შეიძლება გქონდეს და ხვდებით, რომ სხვა მოდელებით შეიძლება შევიმუშაოთ, ხო? აქ მაგალითად 0 იყოფა 3-ზე უნაშთოდ, ხო? ნაშთი არის 0. რაც შეეხება 2 + 2, 4 მოდ 3 რა იქნება? ხო, ნაშთი გვექნება 1 აქ, შესაბამისად 1 გვიწერია აქ. აა, როდესაც გვექნება 1 + 2 იქნება 3 და უნაშთოდ იქნება, ესე იგი 0 გვექნება აქ. ესე იგი ესეც აკეთებს ჩვენი სამივე აქსიომის მოდელს გვაძლევს ეს ინტერპრეტაცია. ასე რომ დაუბრუნდეთ ამას, ესე იგი თუ გვაქვს რაღაცა თეორია, მაშინ ინტერპრეტაცია M არის ტეს მოდელი, მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ ყველა აქსიომას ჭეშმარიტ ხდის ეს ინტერპრეტაცია. ამ შემთხვევაში გვაქვს მოდელი. ესე უკავშირდება, ესე იგი სამი ცენტრალური ცნება ლოგიკაში, ეს არის თეორიის ცნება, ინტერპრეტაციისა და მოდელის ცნება. აა რაც განსაზღვრეთ რა არის თეორიის მოდელი. აა კარგით, აქ 7-5-ში რამდენიმე რაღაცის დამტკიცებას გთხოვთ ჰალვერსონი. მაგალითად გთხოვთ დაამტკიცოთ ეს წინადადება, რომ ნებისმიერი x-ისთვის და z-ისთვის, ხო, x-ი ეს ოპერაცია z-ი თუ არის x-ი, მაშინ y-ი ეს ოპერაცია z-ი არის y-ი, ანუ აქ რასაც გვეუბნება, როგორც ხედავთ, არის რომ აა ესე იგი ეს პასუხს, რასაც მივიღებთ ამ შემთხვევაში, ხო? როდესაც z-თან გვექნება ეს ოპერაცია ჩატარებული, თუ არის იგივე, რაზეც ეს ოპერაცია ჩავატარეთ ერთის შემთხვევაში, მეორეშიც ესეთი უნდა იყოს, ხო? აი ამის დამტკიცების მონახაზი არის შემდეგი. ესე იგი, ჯერ რახან პირობითი გვაქვს დასამტკიცებელი, ჯერ დავუშვით პირობა და მე პირობითი დამტკიცებით მინდა რომ ეს გამოვიყვანო და მე უნივერსალურ კვანტიფიკაციას გავაკეთებ. ესე იგი, აქ როგორც წერია, დავუშვათ ეს პირობითი დამტკიცებისთვის და მე B3-ისგან დავუშვათ ეს იმისთვის რომ გამოვიყვანოთ ის რის გამოყვანაც მინდა. აქ უკვე ორი უნივერსალური კვანტორის ელიმინაცია გავაკეთე, რაც გვიტოვებს ამას და შემდეგ ეგზისტენციური ელიმინაციისთვის W-ს მაგივრად გავაკეთოთ C. და შემდეგ დამტკიცება გამოვა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ნახოთ, როგორ არის გაკეთებული, ამასაც აგიტვირთავთ. და აქ ხო ერთ კომენტარსაც გავაკეთებ, აქ მართალია 3-ში B გვხვდება და გამოყვანილშიც B გვხვდება. თუმცა კონკრეტული შემთხვევა 3, როდესაც არის 2-ის, როგორც კომენტარში ახსნილი, აქ მარტო W-ს ვანაცვლებთ C-ით. ასე რომ ეს ეგზისტენციური ელიმინაციის წესთან პრობლემაში არ მოვა.
კარგით. ამის დამტკიცებაც შესაძლებელი არის რამდენიმე საფეხურით, თუმცა ეს ორ ნაწილად უნდა გაყოთ ეს. ჯერ უნდა დაამტკიცოთ, რომ ეს ძახლის ნიშანი, როგორც ახსოვთ, გვეუბნება, რომ უნიკალური Y არსებობს, სადაც ყველა X-ისთვის X, Y გვაძლევს X. ესე იგი, რაღაცა უნიკალური ელემენტია ესეთი. რომელიც X ოპერაციას რო ჩაატარებ, ამ ელემენტით იგივეს დააბრუნებს, ესეც დამტკიცებადია. ეხლა შეგვიძლია ვნახოთ, რომ ამ ინტერპრეტაციაში ეს არის ჭეშმარიტი. და ესეც იქნება ყველაფერი, რაც გამომდინარეობს აქსიომებისგან, მოდელში, ამ თეორიის მოდელში ეს უნდა იყოს ჭეშმარიტი. აქ რომელი ელემენტია ეგეთი, ნახეთ. აქ ეგეთი ელემენტი არის ნულიანი, ნულიანს, როდესაც ნულიანზე იყენებ, გვაძლევს ნულიანს, ხო? ერთიანს, როდესაც ნულიანზე იყენებ, გვაძლევს ერთიანს. ასე რომ თავის თავს გვაძლევს, როცა ნულიანზე იყენებთ და ეგ ნულიანი არის ამ შემთხვევაში ეს. ასევე შეგვიძლია ვანახოთ, რომ რასაც ქვია იდემპოტენტური ელემენტი არსებობს ამ მოდელში, რაც ნიშნავს, რომ თავის თავზე რო აკეთებ ოპერაციას, თავის თავს მიიღებ. ერთიანზე რო ოპერაციას თავის თავზე აკეთებ, ერთიანს ვერ იღებ, მაგრამ ნულიანზე რო ნულიანით აკეთებ ოპერაციას, იღებ ნულიანს. ხო? მოკლედ ეს არის მეორე მოდელი ჩვენი თეორია ტისი. ხო, ორი განსხვავებული მოდელი ავაგეთ. ახლა განსაკუთრებით ძალიან საინტერესო ცნებას, რომელსაც ქვია სისრულე, თეორიის სისრულე. ესე იგი, თეორია, რომელიც სიგმა სიგნატურაში არის ფორმულირებული, ანუ ლექსიკონი არის ესე, ვიტყვით, რომ თეორია T არის სრული, მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ ნებისმიერი წინადადება, რომლის ფორმულირება შეგვიძლია ჩვენი ლექსიკონიდან, ჩვენი თეორია ამტკიცებს ამ ფორმულას, phi-ს, ან მის ნეგაციას. ესე იგი, ნებისმიერი ფორმულა phi, რომლის ფორმულირება შეგვიძლია ჩვენს თეორიაში, ჩვენი თეორია არის სრული, როდესაც ამას ამტკიცებს ან მის ნეგაციას. ესე იგი, ყველა წინადადება, რის ფორმულირება შეგვიძლია ჩვენს თეორიაში, უნდა იყოს გადაწყვეტადი ეს რაღაცა თეორემაა თუ არაა თეორემა, ამტკიცდება თუ არა. ეხლა კითხვა უკვე რაც შეიძლება განვიხილოთ აქ არის შემდეგი, თქვენი აზრით არის თუ არა ეს თეორია T სრული. და შეგვიძლია ადვილად ვანახოთ, რომ ეს თეორია სრული არ არის. ამას უბრუნდება ჰალვორსონი მეათე თავში და მაგალითი რაც მოქვს არის ავტოსეტების მაგალითი. ასე რომ შეიძლება რო კითხულობ ამას მე-7 თავში და მე-8 თავში არა აცხადი ამ მაგალითებს რატო იყენებს, მაგრამ უბრუნდება ხოლმე როგორც წესი და ხსნის მათ რელევანტურობას და ძალიან საინტერესოა ეს და განვიხილოთ აქ. აი მეათე თავში 216 გვერდზე ხსნის ესეთ რაღაცას, რომ ავტოსეტების თეორია არ არის სრული. მაგალითად, ავიღოთ ესეთი წინადადება, რომლის ფორმულირებას თავისუფლად შეგვიძლია სიგნატურაში ამ თეორიის. ეს არის, რომ ზუსტად ორი საგანი არსებობს. ანუ არსებობს x და y, x-ი არ უდრის y-ს და ყველა z-ისთვის ან x-ის იდენტურია ან y-ის. ანუ ერთი იძახის, რომ სუნცირე ორი საგანი არსებობს და მეორე იძახის ეს უნივერსალურად კვანტიფიცირებული რომ მაქსიმუმ ორი საგანი არსებობს, ასე რომ ზუსტად ორი საგანი არსებობს. აი ეს თქვენ თვითონ წაიკითხეთ, რახან როგორც ჰალვორსონი იძახის, აი აქედან the theory of autosets has models of all sizes, a model with one element, a model with two elements and so on. ჩვენ განვიხილეთ ორი ელემენტიანი მოდელი და სამი ელემენტიანი მოდელი. მაგრამ ჰალვორსონი როგორც იძახის, ნებისმიერი n რაოდენობის მოდელი შეიძლება დავაფორმულიროთ ამ თეორიისთვის, ელემენტიანი მოდელი. და რადგან მაგალითად ზუსტად ორი ელემენტ შეიცავს, ზუსტად ორი ელემენტი არსებობს. ეს არის წინადადება ამ თეორიაში, ამის ფორმულირება შეგვიძლია. ადვილად მივხვდებით, რომ ეს თეორია სრული არაა, იმიტომ რომ ზოგიერთ მოდელში ეს წინადადება ჭეშმარიტია. ჩვენს თავდაპირველ მოდელში იყო ეს, სადაც ორი საგანი ჰქონდა.
მაგრამ მეორე, რომელიც განვიხილეთ, იქ უკვე მცდარია, იმიტომ რომ აქ სამი ელემენტი არსებობს. შესაბამისად, ეს წინადადება, არც ეს წინადადება მტკიცდება და არც ამ წინადადების ნეგაცია, იმიტომ რომ ზოგიერთ მოდელში ეს წინადადება ჭეშმარიტია, ხოლო ზოგიერთ მოდელში არის მცდარი. ასე რომ ჰალვერსონი აჯამებს ამას მეათე თავში, therefore the theory of autosets and has theory of groups is incomplete. ანუ სრული არა. ანუ არასისრული როგორც ცნის, შეიძლება ცუდი კონოტაცია ქონდეს, მაგრამ არაფერი ამ ჯგუფების თეორიისთვის ეს ცუდი არაა. ხო, ჯგუფების თეორიისთვის აგიტვირთეთ ახსნა მასალებში და ეს შეგიძლიათ წაიკითხოთ. წაიკითხოთ და გაეცნოთ, ავტოსეტები არის ჯგუფების თეორიის ერთ-ერთი შემთხვევა. ამ ამ ასე რომ ეს ჩვენი თეორია არ იქნება სრული. აა მეათე თავში შემდეგ განიხილავს პეანო არითმეტიკას. აი პეანო არითმეტიკაზე უკვე ჩვენი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ეს თეორია, ანუ კონდეს არითმეტიკის სრული ფორმალური თეორია, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ წინადადება, რომლის ფორმულებად შეგვეძლება, უნდა იყოს დამტკიცებადი ეს წინადადება ან მისი ნეგაცია. ანუ ყველა საკითხი უნდა გადაწყვიტოს ჩვენმა ფორმალურმა თეორიამ. აა აა ესე იგი, პიანო არითმეტიკაში ჭობის არეალი გვაქვს ყველა ნატურალური რიცხვი, ეს არის არითმეტიკის სტანდარტული მოდელი, ხო? სადაც პლუსი და გამრავლება, ეს გამრავლება უნდა იყოს, მუშაობს სტანდარტულად. აა სტანდარტულად ისე, როგორც ჩვენ გვინდა ესე ავნიშნოთ. აა მაგრამ როგორც გოდელმა აღმოაჩინა მე-20 საუკუნის ყველაზე გამორჩეულმა ლოგიკოსმა, პეანო არითმეტიკა არ არის სრული. აა, ესე იგი, რადგან პეანო არითმეტიკის მოდელში ნებისმიერ დებულება ან მის ნეგაცია ჭეშმარიტი ან მცდარი, რა წინადადებაც არ უნდა თქვათ, გამოთქვათ, აი მოდელში ან ჭეშმარიტი იქნება ან მცდარი, ხო, მიმატების და გამრავლების სტანდარტული ოპერაციებით. აა ესე იგი, რახან გოდელმა აჩვენა, რომ პეანო არითმეტიკა არ არის სრული, აქედან გამომდინარეობს, რომ რაღაცა ჭეშმარიტი წინადადება არსებობს პეანო არითმეტიკაში, რომელსაც ჩვენი ფორმალური თეორია ვერ დაამტკიცებს. ესე იგი, რაღაცა წინადადება არსებობს, რომელიც ჭეშმარიტია მოდელში, მაგრამ არითმეტიკის თეორია ამას ვერ ამტკიცებს. ამის დამტკიცება შეუძლებელია. აი ხა ამაზე ცოტა ხანი შევჩერდები და ამასთან დაკავშირებულ საკითხებს აგიხსნით. ხო, აქ ჰალვერსონიც ხსნის ამას, რომ აქედან თითქოს ადვილად შეიძლება ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ან ის წინადადება, რომელსაც ვერ ვამტკიცებ, ეგ წინადადება ავიღოთ და პიანოს არითმეტიკას მივამატოთ როგორც ერთი დამატებითი აქსიომა. ხო, უბრალოდ დავამატოთ პიანოს არითმეტიკის თეორიათ ეს. მაგრამ გოდელმა ასევე აღმოაჩინა, რომ ეს ტექნიკა არ მუშაობს და არ მუშაობს შემდეგი მიზეზის გამო. ესე იგი, როდესაც არსებობს, რასაც უწოდებთ, ეფექტური გზა, ანუ ეფექტური ნიშნავს, რომ ალგორითმული ავტომატურად გადამოწმევადი გზა არსებობს იმისა, რომ გადავამოწმოთ რაღაცა არის თუ არა ჩვენი თეორიის აქსიომა, როდესაც ესე იგი მექანიკურად გადავამოწმოთ რამე არის აქსიომა თუ არა. ესეთ თეორიას ქვია ეფექტურად აქსიომატიზირებული. ესე იგი, როდესაც გვაქვს ესეთი ეფექტურად აქსიომატიზირებული თეორია, ესეთი არითმეტიკული თეორია, რომელსაც ანუ პიანო არითმეტიკისნაირი ძლიერია, ანუ მიმატება და გამრავლება აქვს, ყოველთვის იქნება არასრული. ანუ იარსებობს ისეთი წინადადება, რომელიც ჭეშმარიტია სტანდარტულ მოდელში, მაგრამ მისი დამტკიცება მოდემურ სისტემაში შეუძლებელია. ესე იგი, რამდენი დაუმტკიცებელი დებულება, რომელიც ჭეშმარიტია, რამდენიც არ უნდა დავამატოთ ჩვენს პიანო არითმეტიკის თეორიას, თუ ეფექტურად აქსიომატიზირებული დარჩება ეს თეორია, რაც გვინდა, ანუ გვინდა რომ შევამოწმოთ რაღაც არის აქსიომა თუ არა, მაშინ ყოველთვის იქნება არასრული. ასე რომ ესე დამატებით მაინც სრულ თეორიას ვერ მივიღებთ. ესე იგი, ეს საკმაოდ
შთამბეჭდავ შედეგს იძლევა, რომ ესე იგი, რა არის ჭეშმარიტი და რა არის დამტკიცებადი, ერთი და იგივე არ არის. ესე იგი, არსებობს ჭეშმარიტებები სტანდარტულ მოდელში არითმეტიკის, რომელიც ვერ მტკიცდება, ვერც ერთი ფორმალური სისტემა ამას ვერ დაამტკიცებს. ანუ ვერც ერთი ფორმალური სისტემა ამას ვერ დაამტკიცებს, არა, ანუ რა ფორმალური სისტემაც არ უნდა შევადგინოთ, რომელიც საკმაოდ ძლიერი იქნება და იქნება ეფექტურად აქსიომატიზირებული, ყოველთვის იარსებებს რაღაცა წინადადება, რომელიც ჭეშმარიტია, მაგრამ ვერ მტკიცდება. და აი ამას ხსნის შემდეგ მეათე თავში, იმ პასაჟის შემდეგ, რაც არის ახსნილი. ესე იგი, როგორც ჰაბერსონი იძახის, თუ T არის პიანო არითმეტიკის ფორმალური თეორია და n არის მოდელი TS-ი თავისი მიმატებით და გამრავლებით, გოდემა დაამტკიცა, რომ არსებობს წინადადება phi ამ n-ში, სადაც T ვერც phi-ს ვერ ამტკიცებს და ვერც არა phi-ს. ეხა მეათე თავში ასევე საინტერესო საკითხები აქვს განხილული, რომელსაც შეჭამების სახით გავაკეთებ აქცენტს, რაც სხვა მნიშვნელოვანი ცნებების ასახსნად დაგვჭირდება. აა, ეს არის კონსისტენტურობის ცნება. ესე იგი, კონსისტენტური არის თეორია, რომელიც არ ამტკიცებს წინადადებას და მის ნეგაციასაც, ხო? ესე თეორია არის კონსისტენტური. აა, და მეათეს ერთ-ერთ საორჯიშოში ესეთ რაღაცას განიხილავს, რომ შემდეგი სამი წინადადებაო ერთმანეთის ექვივალენტურია. ანუ აიღეთ მაგალითად პირველი, მეორე და მესამე. ამ შემთხვევაში პირველ და მესამე შევადარებ. ერთია რომ ეს T არის სრული. და მესამე არის, რომ თუ რაღაცა მოდელ M-ში, სადაც T-ის ყველა აქსიომა ჭეშმარიტია, phi ჭეშმარიტია, ანუ ეს ორმაგი ტურნიკეტი ნიშნავს, რომ M-ის მოდელში, ანუ M მოდელში phi არის ჭეშმარიტი. ხო? ანუ სემანტიკური გაგება არის აქ, რომ აქ არის ჭეშმარიტი. ამ მოდელიდან ამ მოდელში phi არის ჭეშმარიტი, მაშინ T ამტკიცებს phi-ს. ანუ თუ ერთ მოდელში, T-ის ერთ მოდელში phi არის ჭეშმარიტი, მაშინ T უნდა ამტკიცებდეს phi-ს. ეს იგივე არაც სისრულე. აი ახსნა ამისი, რატო არის პირველი და მესამე ერთი და იგივე. ამ შემთხვევაში ვაჩვენებ, რომ პირველიდან გამომდინარეობს მესამე. ესე იგი, ამ შედეგის გასაგებად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს, რომ დედუქციური სისტემა იყოს სანდო, რასაც საუნდნეს შედეგი ქვია არის, ეს მეტათეორიული შედეგი არის. ესე იგი, საუნდნეს იძახს შემდეგ რაღაცას, რომ თუ აქსიომიდან რამე გამომდინარეობს ჩვენ დედუქციური გამომდინარეობის სისტემაში, მაშინ თეორიის ნებისმიერ მოდელში ეს წინადადება უნდა იყოს ჭეშმარიტი. სანდო იმიტომ ქვია, რომ ჩვენი ფორმალური თეორია თუ რაღაცაზე იძახის, თუ არის თეორემა, მაშინ თეორიის ყველა მოდელში ეს უნდა იყოს ჭეშმარიტი. მაგრამ თეორიის ცნების გამოყენებითაც ეს გვეუბნება ამას. ერთი ტურნიკეტი, როგორც იცით, ნიშნავს, რომ ჩვენი წესების მიხედვით გამადან გამომდინარეობს phi, ხოლო ორმაგი ტურნიკეტი იქნება შემდეგი რაღაცა, რომ ყველგან სადაც გამა წინადადებები არის ჭეშმარიტი, phi არის ჭეშმარიტი. ანუ გამას ყველა მოდელში მოდელი არის phi-ის მოდელი. ანუ გამა სადაც ჭეშმარიტია, phi არის ჭეშმარიტი. ესე იგი, გამომდინარეობა არის სანდო რა, თუ რაღაცა გამოვიყვანე, ნიშნავს, რომ სადაც გამა ჭეშმარიტია, phi-ც არის ჭეშმარიტი. ეს არის სანდოობა, რომელსაც მე-19 თავში უბრუნდება, კი არა, ხსნის ჰალვერსონი. ეხა, ჩვენი სისტემა თუ არის სანდო, ეხა რაც ჩვენი გამომდინარე სისტემა მართლა სანდოა, ამას ვაჩვენებთ. ეხა ავხსნით, რომ პირველი და მესამე ერთმანეთის ეკვივალენტურია. აგერ მიწერია ახსნა. დაუშვათ, რომ თეორია არის სრული და რომ X-ი არის ჭეშმარიტი თეორიის რამე მოდელში. ანუ რაღაც M მოდელში არის ჭეშმარიტი. თუ თეორია ამტკიცებს არა X, ხო? მაშინ გამომდინარეობის სისტემა სანდო არ ყოფილა, იმიტომ რომ ერთ მოდელში მაინც X-ი არის ჭეშმარიტი, მაგრამ ჩემი თეორია
ჩემი თეორია ამტკიცებს არა იქს. ანუ ჩემი თეორია მეუბნება, რომ რაც არის თეორემა, რომელიც მის ერთ მოდელში არის მცდარი. ესეთი სისტემა სანდო ვერ იქნება. ესე იგი, რახან ამტკიცებს ისეთ რამეს, რაც თეორიის მოდელში არის მცდარი, ხო? შესაბამისად, თეორია უნდა ამტკიცებდეს X. ანუ არა X ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ X-ი ჭეშმარიტი არის თეორიის რაღაც მოდელში. ესე იგი, უნდა ამტკიცებდეს X. X იმიტომ ამტკიცებს, რომ თეორია არის სრული. არა X რახან არ ამტკიცებს, X უნდა ამტკიცებდეს. ესე იგი, სისრულისგან და სანდოობისგან გამომდინარეობს, რომ რამე მოდელში თუ არის ჭეშმარიტი ეს თეორიის რამე მოდელში თუ არის ჭეშმარიტი ფაი, მაშინ თეორია უნდა ამტკიცებდეს ფაის. ისე რომ ესე უკავშირდება ერთმანეთს ეს სისრულისთან დაკავშირებული შედეგი თეორიისა და მოდელის და კონსისტენტურობის ცნებას. ამ აა ხოლო მოკლედ ვნახეთ ჩვენ ასევე ეს საკითხები სხვა მნიშვნელოვან მეტათეორიულ შედეგებს როგორ გვაძლევს, როგორც არის გოდელის არასრულობის თეორემა. ეხლა ჩვენ როდესაც ეს საკითხები გვესმის რა არის თეორია, ფორმალური თეორია, რისგან შედგება, ხო? ფორმალურ თეორიას აქვს გამომდინარეობის გამომდინარეობის წესები და როდესაც ეს წესები არის სანდო, ხო? მე შეგვიძლია დავსვათ კითხვები, ესეთ კითხვები, როგორც არის თუ არა ეს თეორია სრული, ხო, არის თუ არა ეს თეორია კონსისტენტური და ეს ცნებები უკვე რო გვესმის, რასაც ჰაურსონი განიხილავს დეტალებით, უფრო მეტი დეტალით, შემდეგ გვართ უკვე პოზიციაში, უკვე სრული სიზუსტით გავიგოთ მნიშვნელოვანი მეტათეორიული შედეგები, როგორც არის გოდელის ეს არასრულობის თეორემები. ასე რომ ამ ცნებების ცოდნა უკვე საკმარისად გვამზადებს და კომფორტულს, რომ შედარებით რთული საკითხები გავიგოთ ლოგიკაში და წავიკითხოთ. და გოდელის არასრულობის თეორემებზე ორი წიგნის რჩევას გავაკეთებ ბოლოსთვის. ერთი არის პიტერ სმიტის გოდელი ძალიან ბევრი ცხრილის გარეშე. და მეორე არის სმულანის წიგნი გოდელის არასრულობის თეორემები. ეს უფრო ტექნიკურია, თუმცა ძალიან ესეც იკითხება იმ ცოდნის ლოგიკისა და ამ ლოგიკის ცენტრალური ცნებების ცოდნის შუქზე, რომელსაც ჩვენ დავუვლებთ. კარგით, მოკლედ ეს არის ესეთი ზოგადი სურათის ახსნა, რომელიც ჰაურსონის წიგნში ხდება, როგორც ხედავთ. მეშვიდე მერვე თავში განხილული რაღაც თემები და მათ შორის სავარჯიშოებით, შემდეგ თავებში უბრუნდება და ხსნის უფრო მათ მნიშვნელობას და შინაარს. ასე რომ ავტოსეტების და ჯგუფის თეორიის მაგალითებს, რომელსაც განიხილავს, მაგრამ არ ხსნის, მეშვიდე თავში ამის მნიშვნელობა ცხადი ხდება წიგნის ბოლოს. კარგით, მოკლედ ეს არის ზოგადი დიდი სურათი ამ საკითხებთან დაკავშირებით და იმედია დაგეხმარებათ მეტად ამ წიგნის უფრო ტექნიკურ დეტალებს ჩაუღმავდეთ და კარგად გაიგოთ. კარგით, მადლობა.